საღამო მშვიდობის ძვირფასო რადიო მსმენელებო. დღეს 1 აპრილია და ჩვენთან არაფერს არ იტყუებიან. აქ ის არის, ვინც არის, აქ ის ხდება, რაც ხდება და აქ იმას ვსაუბრობთ ხოლმე, რაც მართალია. ასე რომ რაღაცნაირია ეს დღე, მიუხედავად იმის, რომ ალბათ ყველა მაინც რაღაც სახუმაროდ ყუილს ელოდება ერთმანეთისგან, ჩვენ ამ კუთხით არაფერი არ მოგვიფიქრებია, მაგრამ მოვიფიქრეთ და გვყავს ძალიან საინტერესო სტუმრები, ძალიან ისეთი სტუმრები, პირდაპირ პულსზე რომ უნდა გედოთ ხელი და გვიდევს კიდეც, იმიტომ რომ სწორედ ისინი წარმოაჩენენ საქართველოს და წარადგენენ საქართველოს მთელს ევროპაში, საქართველოს სახელს გაიტანენ ევროვიზიაზე და ჩვენ მთელი საქართველო უნდა გავერთიანდეთ და მით უმეტეს ის ადამიანები, ვინც საქართველოს გარეთ არიან. უნდა ვიყოთ ბოლომდე ჩართულები იმისთვის, რომ ჩვენი წარმომადგენლები, თანაც მათ ამ ჯგუფს ზიკებზეა, რა თქმა უნდა, ლაპარაკი გიორგი შიოლაშვილზე, მარიამ თათულაშვილზე, მარიამ კიკუაშვილზე, რომლებმაც ერთხელ უკვე გვასახელეს საბავშვო ევროვიზიაზე და არნახული და პირველი გამარჯვება მოუტანეს საქართველოს და საქართველოს დროშა ააფრიალეს და თან ჩვენ ძალიან ნამაყები ვიყავით. გარდა იმისა, რომ გამარჯვებულები ვიყავით, ნამდვილად ღირსეულად წარადგინეს ჩვენი ქვეყანა და წელს ვაპირებთ, რომ იგივე გავიმეოროთ. ყოველ შემთხვევაში ჩემი სურვილი იმდენად დიდია, რომ ვიცი, რომ მთელი საქართველო მიერთდება ამ სურვილში. გარდა სურვილებისა, აუცილებლად უნდა აღვნიშნო ის ნომერი, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ და მხოლოდ ვიდეო რგოლი ვნახეთ და მოვისმინეთ და რომელიც ძალიან მომწონს, აი არ დავმალავ არაფრით ამ ჩემ შტაბ-ჭრილებებს, მით უმეტეს ეს მე არ მომეთხოვება, რომ რამე დავფარო, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ასევე ძალიან შეიყვარებს და მოიწონებს მთელი ევროპის მსმენელი და მაყურებელი და გულშემატკივარი ევროვიზიის და მგონია, რომ ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს წელს. მთავარია ჩვენ გავერთიანდეთ, მოვინდომოთ და ახლა კი ის დროა, რომ ვესაუბროთ მოკლედ ჯგუფ ბზიკებს, თუ არ ვცდები სატელეფონო ხაზზე ასევე გიგა კუხიანიძე გვყავს, სიმღერის კომპოზიტორი, ევროვიზიის ზოგადად რაც ხდება ევროვიზიის ირგვლივ, მით უმეტეს რაც ეხება ხოლმე საბავშვო ევროვიზიას, ყოველთვის გიგა იყო ის ადამიანი, ყველა გამარჯვება bis უკან გიგას სიმღერა დგას და გიგას სახელი დგას მოკლედ და ახლა სწორედ ეს შემოდგენლობა გველოდება ხაზე და მინდა რომ ყველა ის შეკითხვა რომელიც ავარაუდოთ თქვენს ძალიან გაინტერესებს მათთან დავსვა. მოგესალმებით მეგობრებო, ნიჭიერებო, კარგებო, ახალგაზრდებო, გამარჯობა, როგორ ახართ? მოგესალმებით ჩემო მეგობარო, მართლა მეგობარო, ჩემო საყვარელო, სალომე და მივესალმები შენ მსმენელს, რადიო მსმენელს. კარგად ვართ, რა ვიცი, აი ხა სარეპეტიციოში ვიმყოფებით და მოგვიწია თქვენთან შეხვედრა. პირველ რიგში რა თქმა უნდა მადლობა უნდა გითხრათ, იმიტომ რომ მე ვიცი რას ნიშნავს ახლა თქვენი, მე ვიცი კი არავინ არ იცის, იმდენად გადატვირთული გრაფიკი გაქვთ მართლა და მაინც მოიცალეთ იმისთვის, რომ ჩაგვერთოთ და ჩემი დამოკიდებულება რა თქმა უნდა შენ და მიიცი, მაგრამ იცი ასევე ევროვიზიისადმი, რომ მე ძალიან დიდი გულშემატკივარი ვარ ამ კონკურსის და მით უმეტეს ამ პაწაწინების, რომლებიც გაიზარდნენ უკვე და ახლა პაწაწინები კი არა, დიდი გოგო და ბიჭები, ნიჭიერები წარადგენენ საქართველოს. ძალიან გახარებული ვარ და მადლობა პირველ რიგში იმისთვის, რომ მიუხედავად ამდენი საქმისა, მაინც მოიცალეთ და ჩვენ გვერთვებით. აი რა სამობ. გიგა, მითხარი ახლა რა? შენი, იცი რა, მოლოდინები და პროგნოზები რომ არ გქონდეს, ხელსაც არ მოკიდებ არაფერს შენ. ვიცი მე შენი ნიჭიერების ამბავი, ვიცი მე შენი გათვლები და ვიცი მე შენი მიზნები. მაგრამ იცი რა მაინტერესებს? შენი იდეა იყო ზოგადად, რომ ამდენი წლის შემდეგ ეს შემოდგენლობა ასე პომპეზურად დაგებრუნებია უკვე დიდების ევროვიზიაზე. თუ როგორ მოხდა ამ იდეის ჩამოყალიბება, თუ დიდი ხანი გიღიტინებდა გულში ეს იდეა, თუ რაღაცნაირად ერთობლივად შეჯერდი, თუ რა მოხდა მოკლედ ეს ისტორია ძალიან მინდა რომ გითხრა. ყველას კეთყვი, ანუ როდესაც 2008 წელს გაიმარჯვა ჯგუფმა ბზიკებმა, მე სულ ვიწახოდი ეს ბავშვის ვანამდე, რომ გაიზდებით აუცილებლად თქვენ დიდებზე უნდა წახვიდეთ ყველა. ახლა ეს მე არავის აღარ გვახსოვდა, რა საკვირველია, მაგრამ აი როცა მოხდა ჩვენი შეკრება, იმიტომ რომ
აქ რო ტარდებოდა საბავშვო ევროვიზია ეხლა 2025-ში და სტუმრის სტატუსი ქონდა ბზიკებს და უნდა გამოსულიყვნენ ინტერვალ აქტის დროს. და გავაკეთე სიმღერა და რაღაცა მაშინ შევიკრიბეთ ისევე რაღაცა აკვენთო გულისული მოგვიდა სცენა ჯგუფის არსებობა და ამაზე საუბრობდით ხოლმე მაგრამ მოხდა ის რაც მოხდა რომ უცებ ამ სიმღერის გამოსვლისთანავე ხალხმა ძალიან აიტაცა ერთი ამბავი ატყდა მართლაც აი ძალიან დიდი გამოხმაურება ძალიან დიდი სიყვარულის გაზიარება მოხდა და შემდეგ რა ისეთი მოთხოვნა გაჩნდა ხალხის მიერ რომ ბზიკები გვინდა ევროვიზიაზე ვიხილოთ მე საზოგადოებრივ მოწყობებმა შემოგთავაზა ამ ასეთი მდგომარეობიდან გამომდინარე გადაწყვიტა რომ შემოთავაზება გაეკეთებია ჩვენთვის რომ თუ ჩვენ დავთანხმდებოდით ამ წინადადებას და რასაკვირველია ეს იყო მოულოდნელი სიხარული და ეგრევე ვთქვით თანხმობა და დავიწყეთ მუშაობა და ძალიან დიდი მადლობა საზოგადოებრივ მოწყობებს თინათინ ბერძენიშვილს რომ ეს შემოთავაზება მოგცა, ეს შანსი მოგცა და ჩვენც ნამდვილად გავამართლეთ, იმიტომ რომ აი უცებ ამ ხელა პაუზის შემდეგ 18 წლის შემდეგ კიდევ ასეთი სიყვარულის გამოხატვა ხალხიდან მართლაც შენ ხო ძალიან კარგად იცი არტისტი ხარ რომ ესე არ ხდება ხო ხელოვნურად მართლაც იმსახურებენ ასეთ სიყვარულს ბავშვები და ჩემს ბავშვები არიან თუმცა ბავშვები არ არიან მაგრამ ესე უძახი დღემდე და ვფიქრობ რომ კარგი შედეგი დავდეთ იმიტომ რომ აი სიმღერა კლიპი ისეთი კარგი გამოვიდა მადლობა მინდა გადაუხადო საზაურაშვილს ეს კლიპი ნამდვილად გასაოცარი ვიდეო მთლიანად ტელევიზიას შემოქმედებით ჯგუფს რასაკვირველია ჩემ ნათია უზნაძეს და ნათია მშვენიერძეს და ყველას ვინც იმუშავა თავდაუზოგავად მართლაც უცებ პატარა დრო იყო ამისთვის რომ მოგვესწროს ყველაფერი და მოხდა ისე რომ სიმღერა ძალიან გავარდა ყველა პლატფორმებზე არის ძალიან ბევრი ნახვები მოწონებები ფაქტიურად აი რაც პირველად ხდება ქართულ რეალობაში რომ არავინ არ გულანძღავს მე ვაკაკუნებ ახლა ხეზე ვაკაკუნებ ხო ხეზე და ყველაფერზე დაკაკუნე ჩემო სიცოცხლე კინაზეც პლასმასზეც აბსოლუტურად რეზინაზეც რა ვიცი ხელზეც იკვინე ჩემი ხათრით ხო და აქვე აგერ ვაკეთებ აი რაღაცა ძალიან დიდი სიყვარული მოდის ძალიან დიდი მოწონება და ეს ჩემს უკვე პირადად ჩემს როგორც პროდიუსერისთვის გამარჯვება იმიტომ რომ სწორად გავთვალე პროექტი ჩემი მხრიდან რაც იყო გასაკეთებელი სიმღერა ძალიან სწორად შემირჩევია და გამიკეთებია და უფრო შემიყვარდა ჩემი თავი კიდევ აბსოლუტურად მოყვები მაგ სიყვარულშიც და ნიჭიერებაშიც რა თქმა უნდა. ვიცი შენთან ხუმრობა მინდება ყოველთვის და ესე წამივიდა ლაპარაკი ვერ ვცნობ რომ არა ძალიან კარგი ჩემი სტუმრები სწორედ მთელი ხიბლი ამ გადაცემის ის არის რომ ისევ საუბრობთ როგორც დაუშვათ კადრის მიღმა ვისაუბრებდით. გიგა მე ხა მონაწილეებთან რა თქმა უნდა არა იქამდე შენ მინდა გკითხო აი 18 წლის წინ ნადროსა და ახლანდელს შორის რა შეიცვალა აი ნახე რა მაინტერესებს დაბრუნდნენ ეს შენი პატარა ბავშვები პატარა ბზიკები უკვე რაღაცა ჩამოყალიბებული პიროვნებები მუსიკალურადაც შეიძლება რაღაცაში თანხwebdriver არც კი გქონოდათ იმიტომ რომ გიორგი როგორც მივხვდი პროფესიონალურად მოეკიდა მივხვდი კი როგორც ვიცი პიანისტია და ისა ხო არ ქონდათ რაიმე ან აცდენები რაღაცასთან დაკავშირებით არ იყო დისკუსია, ასე გავაკეთოთ, ისე გავაკეთოთ. აი, რა განსხვავებაა პატარებსა და დიდებს შორის? რა მოხდა 18 წლის შემდეგ, როდესაც თქვენ ერთმანეთს შეხვდით, გარდა იმ დიდი ჟრიამულისა და სიხარულისა, აი ეს დეტალები მაინტერესებს. შენგან. მოდი ეხლა ვთქვათ ესე. 2008 წელს მე ვიყავი ზუსტად 27 წლის რა საკითხს ეხლა არის თვითონ ბზიკები. ვაიმე ყვერტო ჩემო რა მაგარია. აი ამაზე თვითონ არის გაუცნობი რომ შენო ჩვენ ხელა იყავი რომ აი აკეთებდი მაშინ აი ეს ამბავი გააკეთე მართლა გიგა რა ცოტა კი ამჯერა მაგრამ აი ესე არის ფაქტია რა დღეს ეხლა თვითონ არიან იმ ხელები რა ხელაც მე ვიყავი მაშინ დიახ მაგრამ თავიდან გავიცანით ერთმანეთი იმიტომ რომ უკვე პიროვნებები არიან რა თქმა უნდა დიდები არიან და თავიანთი აზრი აქვთ მე ძალიან დიდი პასუხის
გებლობა გააჩნიათ სამივეს და ძალიან მონდომებულები არიან, იმიტომ რომ იყო შიშის სცენაზე დაბრუნების, იმიტომ რომ ისე არიან განებირებული ბავშვობიდან სიყვარულს მიჩვეული ხალხიდან, რომ ეშინოდათ როგორ მიიღებდნენ ახალი სიმღერით, ახალი წარსდგენით დაბრუნება, რა იქნებოდა მათთვის, ანუ ეშინოდათ, იმიტომ რომ დღეს ისეთი მდგომარეობა ზოგადად სოციალურ ქსელში, რომ ყველა სიკეთე იწყებლება და ყველა კაი რამე გაკეთებული მესმის ნამდვილადასია ჯანდავახტება და თავისთავად არ ეშინოდათ ამ ადამიანებს გამოჩენის, იმიტომ რომ ნეტა როგორ მიგვებს საზოგადოება და არ უნდათ რომ რაღაცა გულით კენოდათ და ღმერთის წყალობით ისე მოხდა ყველაფერი, რომ ფანტასტიკურად წავიდა და მართლაც თავიდან გაჩნდა ეს სიყვარული და დაბრუნდა ბზიკები ღირსეულად. მე იმიტომ ვამბობ ღირსეულად, რომ საბავშვო ევროვიზიის ისტორიაში თუნდაც ჩვენ 4 გამარჯვება გვაქვს და სხვა ქვეყნებს თავისთავად აქვს გამარჯვებები, მე ვთვლი, რომ ბზიკები დღემდე ითვლება როგორც მეგა ჯგუფი, იმიტომ რომ ამას ჩემი სიტყვები არ არის ეს, ამას ამბობს ყველაზე მკვეთრი, ყველაზე მკაფიო. ეს ახსოვთ განსაკუთრებულად. განასხვები, ნაკლები იყვნენ, რასისულელია ყველა. თავისი საქმე გააკეთა ყველა ბავშვმა და იმ შრომა და ფანტასტიკური ბავშვები იყო ჩვენგანაც და სხვა ქვეყნად, მაგრამ თვითონ ეს ისეთი დამახასიათებელი და ორიგინალური ნომერი იყო. ნამდვილად. კონცეფციით რომ დღემდე ახსოვთ, ვერავინ ამას ვერ ივიწყებს და აი ეს ხალხი როცა პატარები იყვნენ ბზიკებივით მაშინ და ერთობოდნენ ამ სიმღერაზე, აი ისინი დღეს ძალიან გულშემატკივრობენ. ეს არ არის მარტო ქართველები, ეს არის მთელი ევროპის მასშტაბიდან მოდის უამრავი შეტყობინება, წერილი თუ ასე შემდეგ და აი TikTok-ზე მართლაც შეიძლება დაიღალო იმდენი ვიდეო არსებობს იმის ნახვით, რაც ამ სიმღერის ვიდეოები ჩაწერა ადამიანებმა თავიანთი კარგი განწყობით. კი, ჩემგანაც ისეთი მოლოდინი მაქვს, რაც ეს არის რომ კი იყო დისკუსია რაღაცა შიში რომ ვაიმე ეს როგორ იქნება ასე ის, მაგრამ მე კიდე ერთხელ ვიცოდი რომ ჩემი ძალიან ძალიან მენდობია და მომიწია დარწმუნება მათთან, რომ ეს სიმღერა აუცილებლად იქნება თქვენთვის შესაფერისი და ამ სიმღერით კარგად დაბრუნდებით. სიმღერა, რომელიც საბავშვო ევროვიზიაში შეასრულეს საქართველოში, We Don't Sleep. და მართლაც ესე იყო და რა ვიცი, თავისთავად არ არიან მარიონეტი ადამიანები, აქვს თავიანთი აზრი, არა მარტო გიორგის, გოგუებსაც და შეულებად ვშელობთ ნებისმიერი საკითხის გადასაჭრელად, რომ რა როგორ და რანაირად დავდივართ ამ ყველანაირ დეტალებში. გიგა იმ ხელა მოლოდინი მაქვს, რომ აი მეშინია გული არ გამისკდეს. გულისხმობ იმას, რომ ხო აი რაღაც ყველა წელს მე ხო დიდ მართლა ნამდვილად დიდი გულშემატკივარი ვარ, მეტ სამსფეროსი და ევროვიზიას, მაგრამ აი წელს რაღაცნაირად ველოდები რა. გულშემატკივარი ძალიან ცოტა ყავს ამ პროექტს ჩვენ ქვეყანაში და ყველას ვიმახსოვრებ, იმიტომ რომ ხო იცი როცა ძალიან გჭირდება ადამიანებს გვერდში დგომა, ყველა გახსოვს ვინ როგორ და შენ მართლაც ჩემ ფავორიტებში ხარ ისედაც და ასედაც და როგორც გულშემატკივარი. მეც ძალიან მიყვარხარ და თუნებას დაგვთავ ახლა ზრდასრულებთან გადავინაცვლებ უკვე. ბევრი ვილაპარაკე ხო? არა, ძალიან კარგად ვილაპარაკეთ. ჩემო საყვარელო მიყვარხარ და ასევე მეც უდიდესი წარმატებები მინდა გისურვო შენ პროექტს არაკლია ხოლმე წარმატება, მაგრამ აი ხა გადამცემ ტელეფონს მარიამ თათულაშვილი. მარიამ, გამარჯობა მარიამ. როგორ ახარ ლამაზო და საყვარელო და ნიჭიერო და გაზრდილო მარიამ. ჩვენს მენელს. ძალიან მიხარია რომ მიუხედავად ძალიან ცოტა დროსი, რაც ალბათ თქვენს თავს უთმობთ, ჩვენ დაგვითმე და ჩაგვერთეთ აქ სათითაოდ და არანაირი პრობლემა არ არის, მაქსიმალურად ვცდილობთ რომ გამოვნახოთ დრო თქვენთვის და ჩვენი მსმენელისთვის და მაყურებლისთვის და გულშემატკივრებისთვის ასევე. მითხარით ხო არ იღლებით ამ გრაფიკით ძალიან თუ იმდენად დიდია мотиваცია რომ არ დაეძებთ გადაღლებობას. რა თქმა უნდა ვიღლებით, მაგრამ ეს არის რაღაც ბედნიერი დაღლა და ისეთი დადებითად განწყობილები ვართ ყველაფრის მიმართ და მაქსიმალურად შრომობთ, მაქსიმალურად ჩართულები ვართ ამ ყველაფერში და
ამ შრომით გქონია რომ კარგი შედეგი უნდა დავდოთ აუცილებლად ისე გელოდებით, ისე ველოდებით თქვენს ყველა დეტალს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამე ჯერჯერობით ალბათ არ ვერ გავამჟღავნებთ, რადგან სამუშაო პროცესია და შეიძლება ისედაც რაღაცები იცვლება, ალბათ ახლა მიდის ის. საკმაოდ რთულია, მაგრამ მაქსიმალურად ვუმკლავდებით. ყოველდღიურად დილიდან საღამომდე დატვირთულები ვართ. თითქმის დაახლოებით დღეს შეიძლება 7 ლოკაციაზე მოგვიწიოს მისვლა, მაგრამ მაქსიმალურ სიამოვნებას ვიღებთ ამ ყველაფრით. რა კარგია. მარიამ, მითხარი ეს შენთვის აგრძელებდი სიმღერას ის პერიოდი, რაც დაუშვათ ესე ფართო საზოგადოებისთვის ბზიკების შემდეგ, ანუ რაც გაიზარდე. თუ სხვა პროფესიაში გადაინაცვლე და ცოტა ხანი სიმღერა მიძინებული გქონდა. რა თქმა უნდა, ვაგრძელებდი. ყოველთვის იყო მუსიკა ჩემს ცხოვრებაში და ყოველთვის დარჩება, ალბათ სანამდე იქნება ეს ყველაფერი, მაგრამ რაღაც ეტაპზე მოხდა ისე, რომ ავირჩიე სრულიად სხვა მიმართულება. საუბარი სამედიცინო უნივერსიტეტში სტომატოლოგიის მიმართულებით და ახლა ვარ უკვე მოქმედი ორთოდონტი. ძალიან კარგი. ექიმები რომ ღერიან ვიცით. მუსიკა ჩემს ცხოვრებაში ბავშვობიდან და კიდევ დიდხანს იქნება და დარჩება. მითხარი, ელოდებოდი რა, აი შემოთავაზება რომ მიიღეთ, აი იყო რაღაც წამი, როცა დაფიქრდი, რომ ნამდვილად მინდა ახლა მე ეს მღელვარების თუ რაღაც პასუხისმგებლობის თუ რა მოხდა, მითხარი, როდესაც მიიღეთ ეს მომენტი არა, როდესაც თქვენ საქართველოში ჩატარებულ ევროვიზიაზე რო გაერთიანდით, ეგ არა. აი უკვე როცა ისე უნდა დაბრუნებოდით იმ უდიდეს და მასშტაბურ სცენას, რასაც ევროვიზიის სცენა ქვია. ალბათ 2008 როგორც კონკურსანტები, თორე აქაც უდიდესი სცენა. 2008 წელს რო გავიმარჯვეთ საბავშვო ევროვიზიაზე, ამის მერე მქონდა დიდი მიზანი, რომ თუ გვექნებოდა შანსი ცხოვრების რაღაც ეტაპზე, რომ მიგვიღო უკვე ამხელა მასშტაბის კონკურსში კიდევ ერთხელ მონაწილეობა, უკვე დიდების ევროვიზიაზე. ძალიან მოულოდნელი იყო, იმდენად ბედნიერები ვიყავით, რომ არ გვიჯეროდა ეს უხდებოდა და ჩვენსავს და ძალიან დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის ხალხს და საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომ ამ ეტაპზე მოგვეცა ეს შანსი, რომ ჩვენ უკვე საქართველოს სახელი ჯგუფი ბზიკები გავდივართ დიდების ევროვიზიაზე. ძალიან დიდი მადლობა, მარიამ, წარმატებები მინდა გისურვოთ და გატანთ მთელ გულს და სიყვარულს. აბა ვისთან გადავმანაცვლებთ ახლა მითხარით გიორგის? მეორე მარიამ. მეორე მარიამ. მოგესალმებით. როგორ ახარ მარიამ? კარგად, შენ როგორ ხარ? მეც მშვენივრად ვარ მოლოდინში იმისა, რომ ერთს კიდე კარგად დავიბზიკინებთ და ერთს კიდე კარგად დავაკუხებთ ევროვიზიაზე. მე პირადად ყველაფრით კმაყოფილი ვარ, გაგიჟებული ვარ სიმღერიან, მონაწილეებიან, ვიდეოია ყველაფრიანად და სცენოგრაფიაც დარწმუნებული ვარ, რომ არ შეგვეშლება იმდენად კარგი იქნება და რაც ყველაზე მთავარია, კეთილგანწყობა არსებობს როგორც ქვეყანაში, ასევე ქვეყნის გარეთ. ასე რომ ახლა მითხარით ქვეყნის გარეთ რა ხდება, რას გწერენ, როგორ იმებს აკეთებენ თქვენზე, ასე ვთქვათ, რა ინფორმაციები იდება, როგორ გიწევენ და ყველაფერი, ხო? კარგი გაგებით, რა თქმა უნდა, თორე შემოტევა. კი, რა თქმა უნდა, გამოხმაურება ძალიან კარგი გვაქვს, მოწონს ჩვენი სიმღერა, რა თქმა უნდა, ეს მოძრაობას უკვე TikTok ტრენდი გახდა, ესე რომ ვთქვათ, ერთ-ერთი. ეს გამოხმაურება ძალიან мотивაციას გვაძლევს, იმიტომ რომ მართლა ქართველებისგან, მსხვილებისგან სულ დადებითი კომენტარებია უმრავლესობა და ეს გვაძლევს იმის мотивაციას, რომ კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ და სცენას, რომელსაც ჩვენ ძალიან ვუყვარვართ, კიდევ ერთხელ შევეცადოთ, ჩავდოთ ჩვენი მაქსიმუმი და მივაღწიოთ ისევ დიდ გამარჯვებას და რა თქმა უნდა, ხირსეულად წავადგინოთ ჩვენი ქვეყანა დიდების ევროვიზიაზე. ურა კარგია რომ ამხელა მონდომებას და შრომას დებთ და ეს დარწმუნებული ვარ რომ ყველა დარჩა. ხალხის გარს იგრძნობა და კიდევ უფრო მეტად გვიორმაგდება ეს ყველაფერი. როდის მიემგზავრებით და რას გაგვიმხელთ მოკლედ, რა დეტალებს გაგვიმხელთ? ჩვენ მივდივართ პირველ ნახევარფინალი გვაქვს 12 მაისს, ჩავდივართ 1 მაისს უკვე მიემგზავრებით, ვიწყებთ უკვე აქტიურ საქმიანობას, ესე ვთქვათ, რეპეტიციებია. ეხლა მივემგზავრებით ამსტერდამში, წინა საევროვიზიო პრეპარტი გვაქვს 10 აპრილს, სადაც ჩამოდიან სხვა ქვეყნის მონაწილეობით თითქმის ბევრი ქვეყანა და ასე რომ ვთქვათ, ეხლა ვემზადებით ამსტერდამისთვის, იმიტომ რომ პირველი გამოსვლა მათ მოგვიწევს პირველი ლაივი და
დადგმით და სიმღერით და ჩართულები ვართ მაქსიმალურად. შეგვიძლია ამის ნახვა, ჩვენც ვნახავთ მაყურებლები თუ აი რასაც სოციალური ქსელით, რასაც დაიდება ინტერვიუები იქნება, ბევრი სხვადასხვა პრეპარტი არის ასევე, ვიდეოც იქნება, ასევე დაიდება გამოსვლის და იქნება ეს მაყურებლისთვისაც, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი წარმატებები მინდა გისურვოთ ასევე რა თქმა უნდა მთელი გულით სულით და შემოძახილით უნდა გავერთიანდეთ საქართველოს იმისთვის რომ სადაც არ უნდა ვიყოთ მარტო საქართველოში მყოფები არა საქართველოს გარეთ მყოფი ქართველებიც იმისთვის რომ კიდევ ერთხელ ჩვენი სახელი გაიტანოთ ევროვიზიაზე საქართველოსი გიორგის ხო არ ყავს ახლო მახლო მადლობა ხა გიორგის გადავწე გამარჯობა სალომე გიორგი როგორ ახარ ძვირფასო თქვენს მაყურებელს და მადლობა მოწვევისთვის მადლობა თქვენ რომ გამოძებნეთ დრო ნიჭიერებო და ჩამერთეთ და აი ესე დეტალურად მე რაც მაინტერესებს ყველაფერს ვცდილობ რომ მგონია რომ ყველასთვის საინტერესო იქნება ეს დეტალები და მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ და დასაწყისშიც წარმატებები შუაშიც და დასასრულშიც მე ძალიან ჯერა და ველოდები რომ ჯერ არ ნახულ წარმატებას მოგვიტანს აქვე ვაკაკუნებთან რომ რაღაცა ცუდი თვალით არავინ გვიყურებს იმედი ამჯერად მაინც მაგრამ მაინც რომ რაღაცა ეს ამბავი ბოლომდე კარგად მივიდეს ისე როგორც დასაწყისი მოგწონს და ბოლომდე გამარჯვებით და სიხარულით დაბრუნდეთ ქვეყანაში გიო მითხარი როგორია ეს ყველაფერი რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში შენ მუსიკას არ ჩამოშორები ხარ არც ერთი წუთით არც ერთი წამით ჩვენ სოციალურ ქსელში მეგობრებიც ვართ და ჩემი პატარა მეგობარი ხარ დავადევნებ თვალყურს ისე და ჩვენ საფორტეპიანო მოღვაწეობას და პროფესიონალურ მუსიკას გაუყევი ასე ვთქვათ მითხარი როგორი კმაყოფილი ხარ სიმღერით შეიტანე თუ არა შენი რაღაც ნიუანსებში შენი წვლილი ამ სიმღერაში შესრულების გარდა რა მელოდინები გაქვს ასევე ძალიან მაინტერესებს სხვა სიმღერები სხვა ქვეყნების სიმღერები რომელიც უკვე გაჟღერდა თუ მოგწონთ რომელიმე და ვის აღიქვამთ ასე ვთქვათ კონკურენტ სიმღერად ესე იგი რომ დავიწყოთ პირველი კითხვიდან ესე იგი პირველ რიგში თავს გრძნობ ძალიან განსაკუთრებულად და ძალიან იღბლიანებად რომ მოგვეცა ეს შესაძლებლობა იმიტომ რომ როგორც კი გამახსენა ჩვენ ამ დღეს ველოდებოდით რომ კიდევ ერთხელ გვეცა და ჩვენი შესაძლებლობა და ამ ჯგუფის ბედი უკვე დიდების ევროვიზიაზე და ბედნიერები ვართ იმ პროდუქტით რაც გვაქვს ბედნიერები ვართ გიგას ნამუშევრით რომელიც გვაჩუქა და კიდევ ერთხელ ვართ იღბლიანები და გონია რომ აუცილებლად წარმატებას მოგვიტანს ეს სიმღერა და ფიქრობ რომ უკვე წარმატებულია საერთაშორისო ასპარეზზე, იმიტომ რომ Spotify-ზე, YouTube-ზე და ყველა მუსიკალურ პლატფორმაზე აქვს ძალიან ბევრი ნახვა. ასევე მინდა აღნიშნო ისიც რომ ბოდიში მეორე კითხვა რა გამახსენდით როგორ შეიტანე თუ არა შენი რაღაც შესწორებებიც არ მინდა ვთქვა რომ გიგასთან შესწორებებზე ლაპარაკი ცოტა უხერხულია თან ამხელა ასეთი ნიჭიერი და ამხელა გამოცდილების მქონე მაგრამ ნახე თუ მიიღე მონაწილეობა მოკლედ ამ სიმღერის რაღაც შენებურ წვლილი შეტანაში თუ შეიტანე გიგა ფიქრობ რომ ანუ გიგას ძალიან ვენდობით მაქსიმალურად 100%-ით და ანუ არ უშლით ხელს იმაში რომ მთლიანად რაც მისი საქმეა რომ თვითონ აკეთოს ბოლომდე გამზადებულ პროექტს და რა თქმა უნდა ჩვენს მინიმალურ რაღაცა იდეებს გამოვთქვათ რომელიც აუცილებლად ითვალისწინებს შემდგომ გიგა უკვე კარგი თანამშრომლობა გაქვთ ესე იგი ჯინიან ბზიკებად არ გადაიქეცით კარგი გუნდი ვართ ძალიან მიხარია თქვენო კარგი გუნდი ხართ ეს დამტკიცდა და მაქვს იმედი რომ კიდევ ერთხელ დამტკიცდება. მითხარი თუ მოისმინე სხვა ქვეყნების სიმღერები, რაც უკვე მზადა აქვს ქვეყნებს, იმიტომ რომ ნელ-ნელა უერთდებიან ხოლმე და შეიძლება ყველა არ ვიცოდეთ, მაგრამ როგორ თვლი, კარგი სიმღერებია წელს ევროვიზიაზე? გააქვს შენი ფავორიტი? ჩვენი საქართველოს გარდა გყავს ფავორიტი? წელს 35 ქვეყანა მონაწილეობს, როგორც მოგეხსენებათ, ძალიან
ბევრი ქვეყანაა და რა თქმა უნდა კონკურენციაც შესაბამისად არის. როგორც ვიცით, ევროვიზია არის სიმღერის კონკურსი, სადაც სიმღერასთან ერთად ბევრ დეტალს ექცევა ყურადღება. ასე ვთქვათ, ჩაცმულობა, შოუ და ნამღერთან ერთად ბევრი დეტალი არის დათვალისწინებული, ასე რომ მარტო შემიძლია ახლა თქვა განსაკუთრებით ვინ არის დაუშვათ ძალიან კარგი, იმიტომ რომ ყველაფერი მაინც დგინდება ესე რეიტინგულად უშუალოდ გამოსვლის დროს, იმიტომ რომ საბოლოო შედეგს და საბოლოო შეფუთულ პროექტს მაინც ჩვენ ვუყურებთ უკვე ევროვიზიის სცენაზე. ამიტომ ვფიქრობ, რომ შემდგომ უკვე უფრო მარტივი იქნება ჩვენი მხედართა და ხალხის მხრიდან რაღაცა შეფასება, ვინ უფრო უკეთესია, ვინ ნაკლებად და ასე შემდეგ. ძალიან კარგი. ჩემო ძვირფასებო, წარმატებები მინდა გისურვოთ, თქვენს გვერდით გვიგულეთ მთელი რადიო იმედი და მთელი საქართველოს სახელითაც უნდა ვთქვა, რომ რა თქმა უნდა გულშემატკივრობ და გულშემატკივრობთ საქართველოს. ჩვენ დეტალებს აუცილებლად გავიგებთ, იქაც ვიქნებით ხაზზე და მოკლედ წარმატებები გისურვოთ და გატანთ სიყვარულს აქედან და მხარდაჭერას. ჩვენგანაც ბევრ სიყვარულს გიგზავნით სალომე და მიტატივისცემას. დიდი მადლობა, უღრმესი მადლობა. აი ასეთი გახდათ მოკლედ ჩვენი გადაცემის პირველი ბლოკიც. მე მგონი ძალიან საინტერესო გამოვიდა, გავიცანით ჯგუფ ბზიკების წევრები, რომლებიც უკვე დიდები არიან და ბავშვებთან არ გვიწევს საუბარი. ვესაუბრეთ პროექტის ხელმძღვანელს და სიმღერის ავტორს, კომპოზიტორს გიგა კუხიანიძეს და ახლა ის დროა, რომ დაგიტოვოთ სიმღერა, რომელზეც ამდენი ვისაუბრეთ. სიმღერა, რომელიც წარადგენს წელს ევროვიზიას საქართველოს ევროვიზიაზე საქართველოს ბზიკები შესრულებით გიტოვებთ სიმღერას.